წლებში კონსტიტუციურ შორის სამართლოს არ აქვს ნათელი კრიტერიუმები. დასჯელის გადავადება მის პაციენტის გამოჯანმრთელებამდე. ამას ჩვენ არ ვაკეთებთ, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად. ეს მესამე გზა პრაქტიკულად ჯერ ვერ ამოქმედდა ისე როგორც უნდა მოქმედებდეს, ძალიან ბევრი პრობლემაა. სამწუხაროდ აქამდე პრობლემა იყო ის, რომ სასჯელ ექსპერტიზის ბიურო დებდა ან არასრულ დასკვნას, ან არცემდა პასუხს სწორად ამ დასმულ შეკითხვებს ჩვენს მიერ. სამართლომ თავისი მიდგომა უნდა შეცვალოს. დღესდღეობით იყენებს სასამართლო თავისუფლება-მოსილებას, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მსგავსი თემები. უნდა დასაზუსტებელია ერთი არსობრივი მომენტი, იმიტომ რომ ბრძანება ის, რომელიც 15 თებერვალს გამოიცა და აგრეთვე ის ბრძანება, რომელიც 2003 წლიდან მოქმედებდა, ეხება სასჯელის მოხდისგან განთავისუფლებას, მაგრამ ის კრიტერიუმები, რომლებიც გადავადებას ეხებოდა, ხომ ეს არცად არ ყოფილა არასოდეს დაკონკრეტებული.